მოგესალმებით. იმედის გმირებში დღეს 16 წლის გოგონას საინტერესო ამბავს მოგიყვებით. მარი ბერიანიძე უკვე მესამე წელია თავისი ყოველდღიური ცხოვრებით მართლაც გამორჩეულ საქმეს აკეთებს. გორის რაიონის საზღვრისპირა სოფლებში ის მარტოდ დარჩენილ მოხუცებულებს ეხმარება. 2008 წლის შემდეგ ომის მიზეზით საზღვართან ახლოს არსებული სოფლების დიდი ნაწილი დაცარიელდა. ეს მხარე ყველაზე დიდი რაოდენობით ახალგაზრდებმა დატოვეს და სახლში დარჩენილი მოხუცი ბებია ბაბუები დახმარების გარეშე დარჩნენ. სწორედ მათი იმედია ახლა 16 წლის მარი. ომის შემდგომ პერიოდში მან საკუთარ ბებიასთან დაიწყო მოსახმარებლად სიარული. ნელ-ნელა კი სხვა ოჯახებსაც ისე დაუახლოვდა, რომ უარი ვერც მათ უთხრა დახმარებაზე. საკუთარი მეგობრები შემოიკრიბა და სოფელ-სოფელ სიარული ახლა უკვე მისი ცხოვრების წესია. მოდით ერთად ვნახოთ, თუ როგორია თანამედროვე წითელქუდას ისტორია და გავიცნოთ 16 წლის მარი ბერიანიძე. იმედის გმირებში. ბებია ცხოვრობს საზღვრისპირა სოფელში, კერძოდ გუგუტიანთ კარში, რომელიც მდებარეობს გორის რაიონში. მარი თითქმის პატარაობიდან იზრდებოდა ბებიასთან, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვსწავლობდი და ასე ვთქვა, ძალიან უყვარდა ეს ადგილი, ეს მხარე, ეს სოფელი, აი გათავისებული ჰქონდა რა, თითქმის. 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ბებოსთან პირველად ამოვედი, ვნახე, რომ სოფელი სრულიად დაცარიელებული იყო. ახალგაზრდობა, უმეტესობა ახალგაზრდობის, რომელსაც ჰქონდა წასასვლელი, წავიდა სოფლიდან და ძირითადად მოხუცები დარჩნენ აქ. ბებო, სახლში ხარ? სახლში ვარ დინაცო. როგორ ხარ? და ომის შემდეგ ისეთი პერიოდი იყო, რომ აი როგორ გითხრათ რა, თითქოს სიცოცხლე აღარ ეტყობოდა ამ სოფელს რა და ძალიან გულისწყიოდა ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ნუ თავდაპირველად ვერ უშვებდით ხოლმე აქეთ, იმიტომ რაღაც ცოტა არ იყო მაინც და მაინც ისეთი უსაფრთხოების ის დაცული. და მე უკვე ერთი წელი რო გავიდა და რაღაც მე მოდიოდა ხოლმე რა. რამდენიმე მეგობართან ერთად, როდესაც ამოდიოდი, ბებოს ვეხმარებოდით ხოლმე. მოგქონდა პროდუქტი და ვეხმარებოდით სხვადასხვა საქმეებში. 13 წლის იყო მარი, პირველად აი ეს საქმიანობა რო დაიწყო. თავიდან მეც მეშინოდა, თვითონაც ეშინოდა, თვითონ იმდენად ეშინოდა, რომ დღეს ვერ ამოდიოდა. თორე დარჩენით ხო საერთოდ ვერ რჩებოდა. და მე თან უკვე ანუ როგორ ცხოვრობენო იქო პაპა და ბებო რომ ყოველთვის უკვირდა ხოლმე, ესე იგი არაფერიაო საშიშიო და თან მიეჩვია რა. აქ ეხლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ახალგაზრდობა თითქმის წასულია და ამაზე ძალიან სკიოდა ხოლმე გული, რომ წინა წლებში რომ მივდიოდითო სავსე იყო სულ სოფელი და ვერთობოდით და რაღაც, მაგრამ შემდგომ პერიოდებში ხო, ომის შემდგომ თითქმის აქ ნაკვეთები გამყოფი ხაზის იქით მოხდა. და სამუშაო რო არ აქვს ადამიანს, ხო, სოფელში რა უნდა გააკეთოს და თითქმის ახალგაზრდობა სავაჭროდ წავიდა. არის ოჯახები, ვისაც დამხმარე არ ყავს საერთოდ და მარტო დარჩნენ მოხუცები. არიან ოჯახები, რომელსაც წასასვლელი ჰქონდათ წავიდნენ, არიან ოჯახები, რომელსაც არ ჰქონდათ არსად წასასვლელი და დარჩნენ. მაგრამ ნაწილობრივ მაინც ახალგაზრდობა თითქმის წასულია. გამარჯობა. დასახმარებლად მოვედი. აბა რაში დაგეხმაროთ? დასახმარებლად მოვედი. დღეს თქიმარი ქრებავენ და თქიმარი უნდა მოხდეს. სახლში ხო ვარ? სახლში სახლში არის ბევრი არის. კარგით, მაგრამ სახლიდან დავიდეთ შემდეგ.
აბა ზოიებებო რა არის საკასაკეთებელი რითი დავიწყოთ? ეს უნდა დასწრდე ყველაფერი დარჩეთი უნდა. როდესაც რამდენიმე მოხუცმა აქვე ამ სოფელში მცხოვრებმა გაიგეს, რომ ბებოს ყავდა ახალგაზრდები, რომლებიც ეხმარებოდნენ მას სამეურნეო საქმიანობაში, თვითონაც თქვეს, რომ რა კარგია, ნეტა ჩვენს ყავდეს ვინმე, ვინც დაგვეხმარება. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ მათაც დავხმარებოდი, რამდენიმე ჩემს ახლო მეგობარს ვთხოვე, რომ დაგვეწყოს სიარული აქ ბებოს სოფელში და დავხმარებოდით მოხუცებს, რომელთაც ჩვენი დახმარება ჭირდებოდათ. დედაო ძალიან გული მტკივაო და მოდი ვეტყვი ჩემ მეგობრებსო და დავეხმარებითო რა ზოია ბებოსო და მე ვთქვი დაეხმარეთ მეთქიშვილო. შემდეგ როდესაც გაიგეს, რომ იყო ჯგუფი, რომელიც ეხმარებოდა მოხუცებს, გამოთქვეს სურვილი, ბებო მიკავშირდებოდა და ამოდიოდით ბავშვები, რამდენიც შეძლებდით, იმიტომ რომ აქ ტრანსპორტი ცოტა ძვირი ღირს და 2-3 ბავშვი ამოდიოდით და ვეხმარებოდით მათ. მეორე წელია უკვე რაც ამას ვაკეთებთ, ანუ მოხალისეობრივ საქმიანობას ვეწევით, ნელ-ნელა ჩვენი ჯგუფიც იზრდება, მაგრამ ძირითადად დასახმარებლად ანუ ტრანსპორტის სიძვირის გამო მხოლოდ რამდენიმე ბავშვი ვახერხებთ ხოლმე ამოსვლას. ჩვენ ყველა ვართ მოსწავლეები, სკოლის მოსწავლეები. Სწავლობთ სოფელ გარეჯრის, პატარა გარეჯრის საჯარო სკოლაში და ძირითადად ჩვენი საქმიანობა ეს სწავლა და დროდადრო ამ სოფლებში სიარული და მოხუცი ხალხის დახმარება. ძირითადად კვირის ბოლოს ვცდილობთ ხოლმე რომ შაბათ-კვირას თავისუფალ დროს წავიდეთ ამ სოფლებში და ეს ჩვენი საქმიანობა განვახორციელოთ. ვფიქრობ რომ ამ პატარა საქმით შეიძლება დიდ რამეს არ ვაკეთებთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი ჩვენი ნაბიჯია, ცოტა შევმსუბუქოთ მათ თავიანთი საქმიანობა და რა ვიცი იმედია ვეხმარებით. მარი ჩვენი მაგალითია, ყოველთვის რაღაცა შემართებით, არასოდეს არ ზარმაცობს და პირიქით მოგვიწოდებს უფრო მეტი და ყოველთვის უფრო ხშირად ვიაროთ ამ სოფლებში. Они и в прошлом году помогали мне, и в этом году помогали. გოგონები შარშანაც მეხმარებოდნენ და წელსაც მოვიდნენ. მე და ჩემი მეუღლე საზღვართან ახლოს ვცხოვრობთ. მე ალერგიული ვარ და ყოველთვის მჭირდება დახმარება. ამ ბავშვებმა სარაცხი და ჭურჭელი დამირეცხეს, სახლიც დამილაგეს. ყველაფერში მეხმარებიან. Кто-то помогал мне. დაუზარელი ბავშვები არიან, რასაც ვეტყვით, ყველაფერს გვიკეთებენ. ზამთარში უფრო ეს არის რთული, იმიტომ რომ თოვლი გადასახვედია ეზოდან და წყალი მოსატანი. შარშან მაგალითად ნაკვეთში მოუკრიფეს, ლობიო აიღეს, პამინდორი მოუკრიფეს, წიწაკა. აი ესეთი ბოსტნეული რაც უთხრეს. ყოფილა შემთხვევა, რომ მეზობელი მოსულა ჩემთან და უთქვია, რომ გოგოები მოიყვანონ დახმარება მინდაო, რომ მე ისეთი ალერგია მაქვს და ის რომ სახლი დამისუფთავოს, ფანჯრები, რამე ყველაფერი დაასუფთავოს. არის ახლა ბევრი მეუბნება იმას, რომ დაიწყება ხილის აღება და რამე ნაქარი აკრიფონ, ხილი მოაკრეფინოს. მაგის გულიზე ბიჭებიც საჭიროა რომ ყუთებით მიუტანონ და დაულაგონ სახლში. ნოდარი პაპა. დიახ, მოვბრძანდით. გამარჯობა, როგორ ძანდებით? კარგად, ხრო მოვბრძანდით. კარგად. აში გჭირდება თქვენი დახმარება. ეძერობით ლობიოს აღებაში. აჰა. მოსი კიდევ ნახოთ. კარგი, წავიდეთ. თვითონ მარიამ მოგვიწოდა ჩვენ მეგობრებს, რომ ასეთი კარგ საქმიანობა შევჭიდებოდეთ და ჩვენ მოგწონს მართლა ეს საქმიანობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩემი აზრით კარგია და ჩვენ მოუწოდებთ ყველა ახალგაზრდობას და ყველას რომ ასეთი საქმიანობა გააკეთონ, რადგან სჭირდებათ მართლა ხალხს დახმარება, სჭირდებათ მათ ჩვენი ხელი და ჩვენგან გვერდში დგომა სჭირდებათ აუცილებლად. მარის არ ეძარება თუ რამე ეგეთი რამე დახმარება ან ეგეთი რაღაცა მარის უპირველია და მარი ჩვენ გვირეკავს, წერს, ეს ბავშვებო ხდება ესეთი რაღაცა და ჩვენ მივდივართ და მარის გვერდზე უდგევართ და შემდეგ იმ ხალხს. ნელ-ნელა ჩვენ სწავლობთ და ჩვენ საქმიანობაშიც კი გვადგება. სწავლობთ ლობიო ეგეთი რაღაცა ვაშლის კრეფა კი.
სოფელში ყოველთვის საქმე არის. სოფელში გამოულევალია საქმე. რა დროსაც გინდა იყოს, ზამთარი იქნება თუ ზაფხული თუ გაზაფხული. მარისნაირი ბავშვები თუ კი მობრძანდებიან და იქნებიან ჩვენთან სოფელში, ძალიან ბევრს გავიკეთებენ ამ მოხუცებულ ხალხს. ჩვენ ანუ ჯგუფში არიან შემოსულები ბავშვები გორიდანაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ჰქონდა სურვილი ასეთ კეთილსაქმეში მიეღო მონაწილეობა. ძირითადად ჩვენი სოფლიდან ჩავდივართ გორში და შემდეგ გორიდან მოვსდევთ ვებოს სოფლის ტრანსპორტს. აი ხლა არ ვიცი როგორ გითხრათ, მამამისის ხელფასიდან ხელფასი აქვს დარიცხული, რომ ბავშვები წამოიყვანოს აქეთ. იმიტომ რომ მგზავრობის თანხა კი აქეთ ძვირიღებს მგზავრობა და ეხლა 3-4 ბავშვი რომ მოდის უკვე დაკავშირებული ეხლა ეს რაღაც თანხებთან. უბრალოდ ისეთი ბავშვია რომ უარს ვერ ეტყვი. თავისებური ბავშვია ძალიან. ისეთ რამეს აკეთებს, ისეთი რაღაცა მოუვა აზრად რომ უბრალოდ უარს ვერ ეტყვი. დავდივართ გუგუტიანტკარში და კოშკში, ასევე ჩვენ სოფელშიც, გარეჯვარშიც და კარალეთშიც ვეხმარებით ხალხს. მე მარის უახლოესი მეგობარი ვარ, მთხოვა ამ საქმიანობაში მეც მიმიღო მონაწილეობა, ამიხსნა სიტუაცია. ნამდვილად მომეწონა და შემდეგ შემოვიერთეთ სხვა მეგობრებიც. საზღვრისპირა სოფელში უფრო მეტი სტრესი აქვთ და ვცდილობთ თან მარის ბები ახავს და ვცდილობთ რომ იქ უფრო მოხუცებს ჩვენი დახმარება უფრო მეტად სჭირდებათ ვიდრე აქ მცხოვრებ ხალხს. ეცით რაშია საქმე? ძალიან მახარებს როდის ის ფაქტი, როდესაც უყურებ ხალხის მადლიერ სახეს და ჩემი ცხოვრებაც მთლიანად შეიცვალა, ჩემი ცხოვრების სტილი. მარი რომ არა, ალბათ დღემდე ჩვენ ეს იდეა არ მოგვივიდოდა. როდესაც იმ ადამიანებს ხედავი მოხუცებს, რომ ვუყურებ იმათ ასეთ მადლიან თვალებს, უბრალოდ არ შემიძლია, რომ მათი თხოვნა არ შევასრულო. სულ რამოდენიმე მეტრშია აქედან უკვე ტერიტორია, რომელიც დაკავებული აქვთ რუსებს. მართულ ხლართებით არის გადაკეტილი და ჩვეულებრივად ის ტერიტორია უკვე მისაკუთრებული აქვთ და დადიან იქ, აკონტროლებენ ასე ვთქვათ. რამდენჯერმე მე და ჩემი მეგობრები გასვლებიც კი ვიყავით და ძალიან ახლოდან დავინახეთ რუსები როგორ მოძრაობდნენ, მაგრამ რა ვიცი, არ შეგვინებია იმდენად. სკოლაში ვსწავლობ, გადავედი მე-11 კლასში. შეძლების დაგვარად კი არა და კარგად ვსწავლობ. რაღაც მინდოდა ჩემი სოფლის ცხოვრება შემეცვალა, მინდოდა უფრო აქტიურები ვყოფილიყავით ბავშვები და შარშან ზუსტად ამ პერიოდში მივიღე მონაწილეობა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტში, რის შედეგადაც გავიმარჯვა და გავხსენით ჩვენ სოფელში ლიტერატურული კლუბი. შევიძინეთ მაგიდა სკამები, წიგნები, კომპიუტერი და ინტერნეტი, ყველას აქვს საშუალება რომ მოვიდეს ისარგებლოს ჩვენი ცენტრის. არიან სტუდენტებიც ჩვენ ჯგუფში, მაგრამ ისინი ძირითადად სოფელში, ჩვენ ასევე ვაწყობთ დასუფთავების აქციებს ჩვენ სოფელში და იქ იღებენ მონაწილეობას. ზამთარში ცოტა ნაკლებად არის საქმე, მაგრამ თუ რაიმე საქმეა, ყოველთვის გვაგებინებენ და მოვდივართ ჩვენ აქ, ჩვენ დაახლოებით რამდენიმე თვის წინ განცხადებებიც გამოვაკარით, სადაც ჩვენი ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული და ყველა მსურველ შეეძლო დაკავშირებოდა და ეთქვა ჩვენთვის, რომ გვჭირდება თქვენი დახმარება და ამოდით. მერეთის კოშკის გუგუთიანტკარის მცხოვრებთა საყურადღებოდ. ჩვენ ვართ მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც ვეხმარებით მარტოხელა მოხუცებს. გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია ამ ოჯახებს. მარი ბერიანიძე. აი თითქმის საქმიანობად გადაექცათ რა. ნუ თავდაპირველად ცოტა ისე ძალიან და აი თითქმის მეორე წელია უკვე რაღაც ვალდებულად თulis თავის თავს. მე ვცდილობ რომ ჩემი დრო მაქსიმალურად გამოვიყენო, ანუ არ მინდა რომ ჩემი დრო დავხარჯო ფუჭად. რა თქმა უნდა, ვერთობით კიდევაც ბავშვები, ანუ ერთად რო ვიკრიბებით ჩვენი მოხალისეების ბავშვები, ვერთობით კიდევაც, მაგრამ აი თავისუფალი დრო როცა გვაქვს, აი ვცდილობ რომ მაქსიმალურად გამოვიყენო, ასე ვთქვათ, დავხარჯო ეს კარგი საქმისთვის და არა ფუჭად აქეთ-იქით ვიარო და გავერთო.
ჩემი დიდი სურვილია რომ გავაგრძელო აქ მოღვაწეობა, ასე ვთქვა და ხალხის დახმარება, მანამდე სანამ მათ დავჭირდებით ჩვენ. იმიტომ რომ მე ვიცი რომ არასოდეს არ მომბეზრდება ეს საქმიანობა, იმიტომ რომ ანუ სულში მიდევს ეს და ჩემი ნაწილია, ასე ვთქვა, დავეხმარო ხალხს. სანამ ამ ხალხს დაჭირდება ჩვენი დახმარება, ჩემი და ჩემი ჯგუფის ბავშვები ჩვენ ყოველთვის ვივლით აქ და დავეხმარებით მათ.